საქართველოს 2012 საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სწავლების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. ტრენინგის სემინარში შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება და მასზე მოწვეული არიან გაეროს და ნატოს წარმომადგენლები. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას ეცნობიან, რაც შემდეგ პრაქტიკული კურსის დროს იქნება გამოყენებული. საველე წვრთნები სექტემბერში დაიწყება. ეს არის ტრენინგი, სადაც მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სხვა სამინისტროს წარმომადგენლები. სექტემბერში საქართველოს 2012 სწავლება გაიმართება. ამ ვარჯიშებზე ქვეყანა სათანადოდ მომზადებული უნდა იყოს. ტრენინგის მიზანი არის ის, რომ უკეთესად განმარტოთ, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა შესაბამის საერთაშორისო ჯგუფებსა და სხვა უწყებებს შორის. საქართველოს 2012 სწავლება შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული. ჩვენ საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფს წარმოვადგენთ. ეს ორგანიზაცია 1991 წელს სომხეთის მიწისძვრის შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ კრიზისული პერიოდის დროს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელსაც ყველა საერთაშორისო სამაშველო ჯგუფი გაითვალისწინებს.